მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. მარტივ მოცემულობაში ჩაგვაგდო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელმაც დააკარგინა საქართველოს 10 წლების განმავლობაში ნაშენების სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დღეს მივედით იმ ვითარებამდე, სადაც რეგიონში სამი სახელმწიფო საქართველოს, რომელიც ყოველთვის მოწინავე იყო დემოკრატიის, ეკონომიკის ყველა მიმართულებით წინსვლით, როგორც მინიმუმ, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი ამ დროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩამოდის რეგიონში რეგიონალური ვიზიტით, სტუმრობს სომხეთს, აზერბაიჯანს და არა საქართველოს. მაშინ როცა საქართველოს ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაშინ რეგიონში არავის არ ჰქონდა ეს სტატუსი. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით რეგიონში, ერთადერთი, არა მხოლოდ მთავარი. და დღეს ივანიშვილის დამსახურებით საქართველოს დაკარგა სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი და წაიღო ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა. დღეს სომხეთია ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რაც ნიშნავს მეტ ნდობას, რაც ნიშნავს მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტი ფინანსების შეტანას, მეტი ეკონომიკურ კეთილდღეობას სომხებისთვის და სომხური სახელმწიფოსთვის. და ამ დროს საქართველოს დარჩენილია ბიძინა ივანიშვილის მისი თაღლითების, ქურდების, ყაჩაღების ხელში, რომლებიც ფასებს ჯერ აძვირებენ, შემდეგ შეთანხმებით რაღაცა კარტებული გარიგებებით ისევ რა 5 თეთრით კვერცხს გაიაფებენ და ნახავთ აი ორ თვეში ისევ თუ არ გააძვირებენ ამას პროპაგანდის, იძულების და სიღარიბის წიაღში ჩააგდო ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში არ ჩამოდის ივანიშვილის ხელისუფლების და რეჟიმის გამო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ინფორმაცია. გუწრფელად და ღიად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიმუშავეთ მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, სომხეთის პოლიტიკურ ელიტასთან იმისთვის, რომ იქაც გაჟღერებულიყო საქართველოს მოსახლეობის და სახელმწიფოს რეალური პრობლემები. უსაფრთხოების საკითხები მოხერხდა, თუნდაც დახურულ პარტნიორმა მე ვიცი, რომ იყო ამაზე საუბარი, ჩვენ ვიმუშავეთ ყველა შესაძლო გზით, ყველა შესაძლო მეთოდით, ყველა შესაძლო ხაზით სომეხ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე, მათ შორის სახელისუფლებო ფლანგზე იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესი გაჟღერებულიყო, იმიტომ რომ რეგიონალური უსაფრთხოება იქნება თუ ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენს რეგიონში გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ გაჟღერდა საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ამის შესახებ დადასტურებული ფაქტები. მიხედავთ იმისა, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ ისინი ცდილობენ ამ ურთიერთობების განახლებას, ამის პარალელურად თითქოს ისინი უნდა ავლენდნენ ნებას თანამშრომლობის ქვეყანასთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ პარტნიორ ქვეყანაში ოპოზიცია ელემენტარულად არსებობდეს. ფიზიკურად რო არსებობდეს. და ამის პარალელურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით სვლაზე მიუთითებს გაგრძელებას. დღევანდელი მაგალითი ამ ხრივ ნიგამელიას უკვე მე რამდენი ბრალი წარუდგინეს ციხეში, ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ ვერ გამოვიდეს ადამიანი საკნიდან და ვინც გამოვიდა, ისინი ისეთ მდგომარეობას ჩააყენოს, რომ ნებისმიერ წამს კვლავ, ასე ვთქვათ, ციხეში შებრუნების და იგივე მელიას მდგომარეობას ჩაყენების საშუალებები გქონდეს. მათ შორის მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს ვიცით, რომ ხვალა ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. და აქ უკვე სისხლის სამართლის ბრანდებებზე არის ლაპარაკი და ეხლა თქვენ რომ მოყევით, რომ ჩვენ ყველა ბევრი რამე გავაკეთეთო და ინფორმაცია მივაწოდეთო და ასე შემდეგ. ეს არის სხვა შორის ერთ-ერთი ბრალი საფუძველი, რომ უცხოელებს რატო ეუბნებით ქვეყანაში საქმე რამდენად ცუდად არის. ხო, აი რაღაც სიურრეალისტურ გარემოში ვართ, მაგრამ კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახებისათვის ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს. როგორ უნდა მოიქცეს ქართული ოპოზიცია, რომ არ იყოს სულ მუდმივად ასეთი შეტევებზე რეაგირების მდგომარეობაში. რა არის ამ ხრივ გასაკეთებელი და გითხარით ორიოდე სიტყვა კონსულტაციების იმ ეტაპზე, რომელიც პარტიებს შორის მიმდინარეობს. ხვალ კიდევ ერთი მორიგი ფარსი, სასამართლო პროცესი უნდა ვნახოთ მურუსიძის სასამართლოში, სადაც ჩვენი პარტიის ლიდერებზე 4 წლიანი ახალი სისხლის სამართლის საქმეა ჩამოკიდებული, 4 წლიანი პატიმრობის რეალურად მუქარით, რასაც ივანიშვილი დიდი ვარაუდით 99%-იანი პროგნოზით აუცილებლად აასრულებს, იმიტომ რომ ივანიშვილის მიზანი არის
ყველა პოლიტიკური ლიდერი ყავდეს პატიმრობაში, მათ ჰქონდეთ ხელფეხი შეკრული, არ ჰქონდეთ პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა, ვერ ხვდებოდნენ მოქალაქეებს, ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა საგარეო ვიზიტების და ასე შემდეგ. ჩაკეტოს ნიკა მელიასთან მიმართებაში, სწორედ ის ამას აკეთებს, იგივე უნდა გააკეთოს მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიქნები ეგოისტი თუ ვიტყვი, რომ მას ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად ეშინია მაგალითად მამუკა ხაზარაძის, მისი ძალისხმევის, მისი შესაძლებლობების და ამას ყოველთვის ძალიან აქტიურად გამოხატავდა, მას უნდა ის საპატიმროში მოაქციოს, შებოჭოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ყოფით საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით სამომავლო პერსპექტივებისთვის ამ ქვეყანაში, როგორ უნდა განვითარდეს საერთოდ ეს ქვეყანა ეკონომიკურად, პოლიტიკური კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ, როგორ შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანად, ისე რომ თან სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვფიქრობთ, საუბრობთ და ველოდებით სწორედ იმ თავდასხმებს, რაც ის ახორციელებს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სისხლის სამართლისაქმე არ იქნება საბოლოო და კიდევ დაემატება მას. ეს პროცესია, რაშიც ივანიშვილი მის ცნობილ ერთ-ერთ სახელს, მახრჩობელა, უდავი, როგორც რუსეთში მას ეძახდნენ, ამართლებს. ის არის აი ამ გველის, დიდი ცნობილი გველის როლში, რომელიც ნელ-ნელა ახრჩობს დემოკრატიასაც, პოლიტიკოსებსაც, პოლიტიკურ პარტიებსაც. ამის მცდელობა აქვს. თუმცა ფაქტობრივად ხედავთ, რომ წინააღმდეგობაში ჩვენ ვრჩებით, არანაირი შიში იმისა, რომ ვინმე შეიძლება რაღაც ჩვენზე ძლიერი იყოს ამ მომენტში, არ არსებობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი ჭირი გამოუვლია და ბიძინა ივანიშვილს როგორც ერთ ჭირს მოიშორებს და მოიხსნის. პოლიტიკურ კონსულტაციებში. ჩემ შეკითხვის მეორე ნაწილზე მინდა რომ დავაზუსტო. თქვენ ახსენეთ ეხა გველი, ხო? ეს გველი და ეს ცხოველი, ზოგადად ცხოველები ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მოცულობის ნადავლს ერთად ვერ ინელებენ, იცით ხო? და ნაწილ-ნაწილ უნდა მიირთვან. აი, ქართული ოპოზიციის და ყველა ჩვენგანის ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ სანამ უშუალოდ არ შეეხება რაღაცა ტიპის ისეთივე გულწრფელები, ისეთივე მოწადინებულები არ არიან ხოლმე ბრძოლაში და ასე ნაწილ-ნაწილ უფრო ახერხებს ეს კაცი ამ შედეგების მიღწევას, თორე არაფერი განსაკუთრებული გველისებური სიბრძნის მატარებელი ეს არ არის, არა? აქეთ არის უფრო პრობლემა, ამიტომაც ბუნებრივია საზოგადოების გარკვეული ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე და მოლოდინები, რომ ეს სტრატეგია ჩამოყალიბდება, გამსხვილდება იმ გაგებით, რომ არა პარტიულად ერთ სუბიექტად, არამედ რაღაცა ტიპის მსხვილ სტრატეგიად, რომელშიც რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი მონაწილეობის და პერსპექტივა შედეგის მიღწევის. ჩვენ ძალიან ცალსახა პოზიცია გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია, რაც არის მათ შორის ბრძოლა საპროტესტო გზებით, საპროტესტო წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტით, მეორე მათ შორის არც ერთი ველის მიტოვება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ელოდება ნებისმიერი ფორმით ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ყველგან იყოს მაგალითად ადვოკატთა ასოციაცია, სადაც ქართული ოცნება, კი ადვოკატებმა იბრძოლეს, დააკლდათ მხარდაჭერა, მაგრამ იბრძოლეს ბოლომდე და ძალიან ცოტა დააკლდათ მხარდაჭერა. ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა რო გამოეჩინა იმ სეგმენტს, იმ პროფესიულ სეგმენტს, ივანიშვილი და ქართული ოცნება იქ დამარცხდებოდა მაგალითად, რომ დამოუკიდებელი ჯგუფი იყო. ჩვენ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში მივიღეთ რასაც ახლა უკეთებს, როდესაც ზუსტად, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ადვოკატთა ასოციაციაში ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი გაიყვანა, გააუარესა ადვოკატთა უფლებრივი მდგომარეობა. ტელეფონებს ატოვებინებენ, შეხვედრებზე ვერ შედიან და ბევრი პრობლემა დაგროვდა. ჩვენ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდით, იმიტომ რომ ხო ბიძინა ივანიშვილს არ გვინდოდა ამ ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეები დაგვეტოვებინა მარტო. როგორც მინიმუმ ის ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ ამ ბრძოლაში შესვლა სწორი იყო და ასეთი აღმოჩნდა რამდენიმე 100,000 ჩვენს ქვეყანაში. 100,000 იმ რაღაც გაურკვეველი ბულინგის ფონზე და შემდეგ. ხვალდაზეგაც ჩვენ ყველა ბრძოლის ველს განვიხილავთ. განიხილავს კი ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ბრძოლის ველად, მაგალითად რიგარეში არჩევნებს, ან სხვა ტიპის შესაძლებლობებს, სადაც ივანიშვილის დაზიანება შეიძლება. ჩვენ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში პასუხი არ გვაქვს. მიდის ამ თემებზე საუბარი, თუნდაც იმ საკონსულტაციო მაგიდასთან? ეს საკონსულტაციო მაგიდა, რომელიც ეს რაღაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, ამ შემთხვევაში რაღაც დოკუმენტ შეიმუშავებს, ჩვენ არ განვიხილავთ უახლოეს მომავალში არანაირი დოკუმენტის, არანაირი ერთობის ნაწილად ყოფნა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული. ლელო ტირე კოალიცია ძლიერი საქართველო ვითარდება დამოუკიდებლად. ჩვენი მნიშვნელოვანი ხაზია, რომ ყველა ის ძირითადი საკითხი საგარეო ველზე, საშინაო ველზე მივიტანოთ ერთი მოქალაქეებამდე, განსაკუთრებულად მათ შორის
პროპაგანდის მსხვერპლ მოქალაქეებამდე, რომ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილის სახე და დავარწმუნოთ, რომ ივანიშვილი არ უნდა აირჩიონ, რომ ომის შიში რეალურად მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაა და მას არაფერი არ უდგას, რომ ის რომ დავით გარეჯე როცა ლაპარაკობდნენ, ესეც ტყუილი იყო, ფასებზე როცა ლაპარაკობენ, ესეც მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, ქიმიური იარაღით რომ მოგწამლეს და მე უნივერსიტეტების საკითხი შემოაგდეს გადასაფარად და დღეს უკან დაიხიეს, ამაზე ცალკეც მინდა ვთქვა. ანუ ამ პროცესში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს იქ სადაც ყველაზე მეტად უჭირს პროდასალურ ოპოზიციას რეგიონებში მუშაობა, მხარდაჭერა ყველა დემოკრატიული პროცესის და მათ შორის ისეთი ალტერნატივის გაჩენა, სადაც საზოგადოება ძალიან დიფერენცირებულია ერთმანეთსგან, როგორც ჩვენ განსხვავდებით სხვა პარტიებისგან, ისე განსხვავდება საზოგადოება. ვიღაცას რადიკალური წინააღმდეგობის ხაზი მოწონს, ვიღაცას მოსწონს ის ხაზი, სადაც ივანიშვილი აუცილებლად შესაძლებელია, მაგრამ მას ჭირდება ისეთი ალტერნატივა, რომელიც წარსული შეცდომების გამეორების რისკებს არ გააჩენს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სწორედ ესეთი ალტერნატივები შევთავაზოთ საზოგადოებას და არ გავხადოთ ისინი რაღაც ძიმე, არ დავაყენოთ ისინი ძიმე არჩევანის წინაშე. და ჩვენი ხაზი არის დამოუკიდებელი განვითარება, მარტივი კოორდინაცია და კომუნიკაცია პროდასალურ ოპოზიციურ ფლანგზე იმისთვის, რომ სტრატეგიები თანხმდებოდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვერ დავინახავთ, რომ ყველა ბრძოლის ველის გამოყენება ჭირდება ოპოზიციურ პარტიებს, მზად არიან ამისთვის, მზად არიან იმისთვის, რომ თავდაუსხმელობის პირობა შეინარჩუნონ. მაგალითად, ჩვენ ისე გავიარეთ წინა აი ბოლო დაძაბული თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, სადაც ყველა თავს გვესხმოდა ქართული ოცნებაც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ ჩვენ არ პასუხობდით და ვამბობდით ერთ ძალიან მარტივ ფორმულაზე, რომ ოპოზიციაში ყოფნა ნამდვილად არ გვინდა. განსხვავებულობა არის მათ შორის ძალიან ღირებული, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ საერთო ხაზებიც არსებობდეს. ეს საერთო ხაზები უნდა იყოს საგარეო ველზე კომუნიკაციისას და იქ არც არის დიდი სხვაობები. ყველა ძალიან მარტივად ვაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ ავტორიტარულ მართლაც სისხლისმცემელ რეჟიმს. თქვენ გიწევთ შეხვედრები მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და იქაც ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი უკავშირდება ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ძალების კოორდინაციის უფრო უკეთეს ხარისხს. ამიტომ უკეთესი ხარისხი რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? ეს გავიგე, უბრალოდ ჩვენ სულად განსხვავებულად განმარტებადი საკითხია. საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება თუ უფრო მეტი რამ გახდებოდა ცნობილი, მათ შორის რა უშლის ხელს თუნდაც ამ ტიპის შეთანხმებების მიღწევას, რა არგუმენტები აქვს განსხვავებული ჯერჯერობით ის კოორდინაციის უფრო ხო, საბეჭდილება დაგვრჩა, რომ არის რაღაცა ბოლო ფაზაში გასული, მათ შორის გუშინ თავისუფლების მოედნის წარმომადგენელმა თქვა, რომ აი ერთ კვირაში უკვე შედეგი დაიდება და გამოქვეყნდებოდა და შეიძლება ეს მოლოდინები აქედანაც გაჩნდა. ხო, გუშინ მე მოусმინე ამ ჩანარს, სადაც ითქვა, რომ ლელოც გახდება ამ ერთობის ნაწილი და უცხოელად ვიტყვი თუ ვინმე შეიძლება იცოდეს პოლიტიკურ პარტია ლელოში ლელო რისი ხელმომწერი გახდება, მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც შეიძლება ეს იცოდე, ვამბობ, რომ ლელო არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში, ეს არც განიხილება, ჩვენ ვაგრძელებთ სვას დამოუკიდებელი ხაზით. ვაგრძელებთ პარტიის განვითარებას, ვაგრძელებთ მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ვაგრძელებთ ივანიშვილის ძალადობრივ ავტორიტარულ რუსულ რეჟიმთან ბრძოლას და წინააღმდეგობას და ამისთვის ჩვენ ვიხდით ძალიან მძიმე ფასს, ჩვენ პარტიის აკრძალვას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ჩემი პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე 4 წლიანი ციხისთვის არის ახლა შემზადებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ამიტომ არანაირი კომპრომისი ფიქრობს ის კვლავ საქართველოში დაბრუნების აქტიურ საქმიანობას. მამუკა ხაზარაძე თავად იქნება, იმედი მაქვს თქვენი სტუმარი ძალიან მალე, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ხაზი. წინააღმდეგობა იქნება ურყევი ყველგან, დედაქალაქში თბილისში განსაკუთრებული წინააღმდეგობა, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, რეგიონებში რეგიონალური სტრუქტურების მხარდაჭერა, ჩვენი წარმომადგენლებს, მათ შორის საკრებულოს დეპუტატების, რომლებიც მართლა გმირულად იბრძვიან, 45 კაცში 1 და 2 ოპოზიციონერი რომ მყავს ლელოელები ამ შემთხვევაში და თქვენ სამწუხაროდ არ არის ხოლმე დაინტერესება საზოგადოებაში პირველ რიგში რეგიონალური პოლიტიკის მიმართ, უნდა ნახოთ მაგალითად ის გამოსულები, როგორ გამოდიან ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, ვაჟა დარჩია ბათუმში, თამარ ყორღანაშვილი საგარეჯოში, ნინო სულაძე რუსთავში, ეს არის ძიმე ბრძოლის ველი. საზოგადოებებთან სპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სწორედ მისგან გავიგეთ ეს ამბავი, ირაკლი ბოლოს მინდა მოგცეთ 2 წუთი, ვიც ახსენეთ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება დაშლა და ამ თემასთან დაკავშირებით გინდოდა თქვენ შეფასება და დღევანდელი დღის აქტუალურ თემაც არის, ამიტომ შეაფასეთ და დაგემშვიდობებით.
ხო, უნივერსიტეტები, რომლებიც ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ველზე, რომელიც ჩემი აზრით და მგონი უკვე ფაქტობრივადაც შეიძლება დამტკიცდეს, პროპაგანდისტულად შემოაგდო კობახიძემ და ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაშინ როცა ყველა საუბრობდით იმაზე, რომ ქიმიური იარაღით მოწამლეს 100,000-ობით მოქალაქე რუსთაველზე, შემოიტანეს გაუგებარი საკითხი ტექნიკური უნივერსიტეტის და TSU-ს გაერთიანების შესახებ, ააფორიაქეს მთელი ეს საზოგადოება, შექმნეს არარსებული პრობლემა, რა ძალიან ხშირად ახასიათებს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, არარსებული პრობლემა შექმნეს, შემდეგ ვითომ კომპრომისი გაწიეს, აყვირეს მათ შორის ის პროფესორები, რომლებიც სინამდვილეში ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ და დღეს აღტკინებული საკუთარი უნივერსიტეტი, საკუთარი ფაკულტეტები, საკუთარი კოლეგები რომ გაყიდეს და გახარებულები იყვნენ დღევანდელი შედეგით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი კი გადარჩება, მაგრამ ყველა ჰუმანიტარული მიმართულება უქმდებაო, დედა უნივერსიტეტში გადადისო. თავად რომელი უნივერსიტეტია მაშინ? თავად რომელი უნივერსიტეტი, სადაც ანუ წარმოიდგინეთ უზარმაზარი ფაკულტეტები ჩამოაშორეს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გააქრეს ისინი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ოპტიმიზაციაში და ჩარეცხვაში მოყვებიან, რაც გვინახავს სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ამ სამწუხაროდ ამ პროფესორები სხვა პროფესორებმა გაწირეს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულისხმობს და დღეს იმ განცხადებას თუ კომენტარს, რომელიც მოვისმინე ერთ-ერთი ლექტორის თუ მასწავლებლის მხრიდან, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და ირაკლი კობახიძემ ეს მათი თხოვნა გაითვალისწინა, ჯერ პროპაგანდისტული საკერკე შემოაგდო და სინამდვილეში რისი გაკეთებაც უნდა ტექნიკური უნივერსიტეტს გამოაცალა ალბათ კორპუსები, რომელსაც ვნახავთ, რომ კალაძის ძმაკაცი არქი წაიღებს, რომლის მეწილეებიც თავად არიან, იქ ვიღაცა ვისოლ ჯგუფის რომელიმე სამშენებლო კომპანია წაიღებს ამ კორპუსებს და ამ პროცესს, ძალადობრივ პროცესს, სადაც განათლება, კულტურა, ეკონომიკა, მცირე ბიზნესი ყველა გადაიმტერეს და იმ სიღარიბეში, რომელსაც დღეს ჩვენ გვამყოფებენ მილიონერი დეპუტატები, ფასების ზრდის კომისია რო ავიღოთ. ფასების ზრდის კომისიას შეხედავთ ყველა მილიონერი ზის. ანუ მილიონერებმა უნდა იმსჯელონ რიგით მოქალაქეზე 5 თეთრით კვერცხი უფრო გაუიაფონ თუ არ გაუიაფონ. ვინ უნდა იმსჯელოს? მილიონი ლარი აქვს დახარჯული მხოლოდ მას და მის ცოლს, ამ კომისიის თავმჯდომარე და მის ცოლს საყიდლებში. აი ნივთები რო იყიდეს, ჩანთები და ქუსლიანი ფეხსაცმელები. 750,000. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა.